არის ფაქტი, რომელიც მოიცავს ყველა ოჯახს, ყველა თაობასა და ყველა ასაკს. ომი გარდაუვალია. ყოველთვის იქნება ომი, ჩვენ ამას ვერ შევცვლით და ეს არის ინდივიდუალური თითოეული ადამიანისათვის, ანუ ყველა სხვანაირად აღიქვავს. ომი ეს არ არის ერთი დიდი მასიური პრობლემა, ეს არის თითოეული ოჯახის პრობლემა, ეს არის თითოეული ადამიანის პრობლემა იმ ქვეყანაში, სადაც იმ მომენტში არის ომი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს და ყველა ადამიანს, ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება მოსწონდეს ომის არსებობა. და ყველას დამოკიდებულება უნდა იყოს ნეგატიური. მე ვფიქრობ, ომში არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული და ომი ყველა ასპექტში არის დამანგრეველი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მართალი ან მტკვარი. გაიგერა, ომიდან ცოცხლები არ ბრუნდებიან. მე ვარ ნინო ებიტაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსელი სტუდენტი და ამავდროულად ვარ ამავე უნივერსიტეტის ჰიგიას წევრი და ვიღებ სხვადასხვა სპექტაკლებში მონაწილეობას ძიმე სასწავლო პროცესთან ერთად. მე ვარ ომიკო ხოფერია, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მოყავთ ასოციაცია ჰიგიის წევრი. მე ვარ ბექა გოგინაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირველი კურსის სტუდენტი. სწავლასთან ერთად შეთავსებით ვარ თეატრ ჰიგიაში და პარალელურად ვმუშაობ სარეკლამო კომპანიაში. აღმოაჩინეთ, რომ 2018 წელს იყო 10 წელი იმ უბედურებიდან 2008 წლის ომიდან გასული და ამიტომ სტუდენტებს ამითი მხარდაჭერა შეეძლოთ გამოეხადათ იმ უბედურებისგან, რაც მოხდა. როდესაც გავიგე, რომ ომობა ნაიდგებოდა და ეს ეხებოდა 8 აგვისტოს ომს, პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ძალიან ძნელია გადმოსცე იმ ადამიანების განცდები, რომლებმაც რეალურად მიიღეს ამ ომში მონაწილეობა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ პროფესიონალი მსახიობები, ვიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო და არ იქნებოდა მარტივი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გაგვეკეთებინა კარგად. 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც დაიწყო ომი, ჩემთან ერთად ჩემს სახლში ცხოვრობდა ასევე ჩემი ძალიან ახლო ნათესავები, მამიდაშვილი და მისი მეუღლე. და ჩემს მამიდაშვილს მოუწია ომში წასვლა. რეზერვისტად. ასევე მამა ჩემი იყო სახელმწიფო სამსახურის მუშაკი და მასაც მოუწია დაბომბვის პერიოდში გარეთ გასვლა. და ბომბებთან შეჯახებაც კი. მეგონა რომ მამას მომიკლავდნენ. პატარა ვიყავი, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყო, მაგრამ დღემდე მახსოვს ის ემოციები და განცდები, რაც ამ პროცესმა მოიტანა. არ ეხება ის იმას, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს მამა შენი ძმა, ვიღაც შენი ძალიან ახლობელი ადამიანი. თუნდაც ის, რომ შენი მეზობელი, შენი მეგობრის მამა, ან თუნდაც უცხო ადამიანი მიდის და იგებ, რომ ის დაიღუპა, ეს უბრალოდ ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ იმის ადგილზე შეიძლება იყოს შენი შვილი მომავალში, ან ყოფილიყო მამა, ან შენი ძმა. და არ მგონია, რომ ომის პერიოდში იყოს ადამიანი, რომელსაც უხაროდეს ან არ განიცდიდეს ამ პროცესს. მე ვითამაშე სამხედრო პირის სერჟანტი, რომელმაც მიატოვა თავისი ორსული მეუღლე და პატარა ბავშვი და მიდის ომში და იცის, რომ აუცილებლად განწირულია ის სიკვდილისთვის. ანუ ეს დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ემოციური ფაქტია ნებისმიერი ადამიანისათვის. მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის მეთამაშა ეს როლი, როგორც შეიძლებოდა რომ მე ეს განმეცადა, როცა იქ შეიძლება ყოფილიყავი. არ ვიყავი, თუმცა მე ფაქტობრივად გავაცოცხლე ის პერსონაჟი ამ სცენაზე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ჩვენ მივუნებით ამ სპექტაკლით არა ომს,